გამარჯობა, მოგესალმებათ ვანოს შოუ, ყველაზე მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე. სეზონის პირველი გადაცემა ძვირფასო ტელემაყურებლებო და ვიწყებ მოლოცვით. მთავარი არხი 1 წლის გახდა ძვირფასო ტელემაყურებლებო და გილოცავთ ყველას ვინ ჩვენი მაყურებელი ხართ. და გახსოვდეთ რომ ჩვენთვის მთავარი ხართ თქვენ. რამალე გადის დრო ძვირფასო მეგობრებო 1 წლის გავხდით. რა ვქნა ცხოვრებამ მოიტანა. რომ 1 წლის გავხდით თორე წინა წელს 25-ის ვიყავით ჩაულებრიათ. ესეთი ცხოვრება მოვიდა რა უყოთ. ხომ გახსოვთ როგორ დავიწყე გადაცემა მთავარ არხზე? დავიწყე საწყობიდან და 1 წელიწადში ეს საწყობი ტელევიზიას დავამსგავსე. ხედავთ ხალხო, ჩემს დეკორაციაში უფრო მეტი რამ შეიცვალა ამ 1 წელიწადში, ვიდრე საქართველოში ამ 8 წლის განმავლობაში. ესეც დასაფასებელია. მოგხვდები? რამდენი რამე შემიძლია უცბად, მაგრამ ნუ ახლა ვინმე გიფასებს არავინ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგილოცა 1 წლის იუბილე, მივიღეთ თბილი სიტყვები, სურვილები, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად მთავრობის წევრებზე. მოდით ნახოთ, როგორ მოგილოცა ბატონმა დავით მათიკაშვილმა, მეგონი დავითი ქვია, ხო მათიკაშვილმა? დავით მათიკაშვილმა ჩვენი იუბილე. მოდით ნახოთ. პირდაპირ მიუღებლობა მაქვს თქვენი არხის და ახლა როგორ გითხრათ მე. არც დაბადებისგან არ მოგილოცა და თუ დაიყურებით იმაზე განაკვეთა. მოგვაც მაგათი. რასაც ძლო თქვი მათიკა. ხო და რომ მოიცლი გადაცემის შემდეგ პერანგი იქნება გასარეცხი და იქნება შენ სამრეცხაოშიო წაიღო და გამიფითქინო რამენაირად დათო. მაინც ხო ყველაფერი ვიცი. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, კვლავ დაგიბრუნდათ ვანოს შოუ, დაგიბრუნდით ახალი თემებით, ხუმრობებით, ახალი იმედებით, ახალი მიზნებით და იმედია 31 ოქტომბრიდან ახალი ხელისუფლებით. იმიტომ რომ ხალხო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ისევ რომ იგივე ხელისუფლებაზე მომიწვიოს კიდევ 4 წელი ხუმრობების წერა, გავგიჟდები ბოშვილი. მართლა გეუბნებით უკვე, აი აქ არის. ეს მაინც გაითვალისწინეთ, ვინც არჩევნებზე წახავთ, უკვე აქ არის, აღარ შემიძლია. ეთერში დაბრუნების თემით დავიწყე და მოდი დაბრუნების თემას გავაგზელებ. მოდით კიდევ ერთხელ ნახოთ ყველასათვის კარგად ნაცნობი კლიპის ნაწყვეტი. და მე გადავიდეთ ამ თემაზე. უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი თავარი სახლიდან. ჩემი თქმილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან. ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ყველაზე რთულ პერიოდში. სწორედ უკრაინა მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. ამ წლების განმოსახედიდან, ამ შეცდომების გამო, რომელიც დაუშვი, იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე. მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში. მე ბრუნდები. რადგან მომწონს აღმართვა უყვება ის მონაკვეთი. ისეთი სარეკლამო რგოლი ქონდა და ისეთი სიტყვები ილაპარაკა, აშკარაა რომ მიშა იმყოფება ბოლო 7 წლის დაბრუნების საფინალო ეტაპზე. ბოლო დაბრუნება, ნაღდი. ნაღდი დაბრუნება. სიმართლე გითხრათ ეს ვიდეო რომ ნახე მაშინვე ამეტირა. მაშინვე ამეტირა. ერთი თვალი და შეცდომების წრებლი მომდიოდა მეორე და დაბრუნების. მიშა თქვა მოვდივარო და ეგრევე იფეთქა პანდემიამ საქართველოში, კორონავირუსის შემთხვევები რეკორდებს ხსნის, ძვირფასო მეგობრებო, ეპიდემია გუგუნებს ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ არჩევნებამდე ებოლა, ყირიმკონგოს ცხელება, ესპანური გრიპი, ქოლერა ან სხვა ეპიდემია თუ იფეთქებს, ჩათვალეთ რომ სააკაშვილი დაიარება საზღვართან სადღაც ახლოს. აშკარად ახლოს არის სადღაც. არა და მიშას კლიპის გამოჩენამდე საქართველო მწვანე ზონა იყო. და უსაფრთხო ქვეყანა იყო და კლიპის გამოჩენის შემდეგ ეგრევე გავხდით უჰანის პროვინცია, ძვირფასო ტელემაყურებლებო. მიაქვს ეპიდემიას ქვეყანა. ამ კლიპის შემდეგ არაადეკვატური რეაქციები ჰქონდათ მთავრობის გუნდში. ქართული ოცნების ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოფინეს ეს მიშას ვიდეო და მიაწერეს 2 სიტყვა: მიჰა ჰამოდი. ვინ მოიფიქრა, აი ძალიან სასაცილო იყო რა, ავიფსით სიცილით. აი როგორი სასაცილა იყო. რა ვიცი, აი მიჰაკი ჰამოვა, მაგრამ ხედ მიდიხარ, არ ვიცი, ან მაინც.
მესამე პრეზიდენტის დაბრუნებაზე ძალიან საინტერესო რეაქცია ჰქონდა მეხუთე პრეზიდენტს. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე. თქვენი შეფასება გვაინტერესებს როგორია? ვინა? მიხეილ სააკაშვილმა. ვინ არის? როგორია თქვენი შეფასება? მიხეილ სააკაშვილზე გეუბნებით. ვერასნობს, ვინ არის და შენ რო ჩამოგიყვანა სალომე, შენ რო ჩამოგიყვანა სალობაბო. შენ რა ვქნა დამეწვაგო ლაპარაკით ხოვურევდა და ახლა ვეღარც აქცნობს უკვე. ამას წინ ვიყავი რეზიდენციაში წამომჯდარი ყავდათ. ვეუნები როგორ ახარ სალომე, როგორ ახარ და ადრე ესმოდა და ეხლა ვეღარც ხმაზე ვერ ამცნობს. აი ესეთი მდგომარეობი, ესეთი პასუხი გასცა. ქალბატონო სალომე ეგ ის ადამიანია, რომელმაც ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა და თქვენ მოგიყვანათ ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ბოდიში იმ კლიპიდან ამ ქალის ჩამოყვანისთვისაც მოიხადა სხვათა შორის მიგეკითხათ. ერთი საინტერესო შეკითხვა უნდა დაგისვათ. აბა მეგობრებო, თუ გამოიცნოთ რა არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის ეროვნული ამოცანა? A. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება თუ B. ნატოში გაწევრიანება. მოდით ნახოთ რა არის ამ შეკითხვის სწორი პასუხი. უპასუხებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. გთხოვთ ვაჩვენოთ ფოტო. ჩვენი ეროვნული ამოცანა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ველიდან გაყვანა. საოცარი, აი ეროვნული ამოცანა რო არის ეროვნული ამოცანა. ზოგადად ეროვნული ამოცანა არის ხოლმე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ თავდაცვის მინისტრის ხო ეს ხო უფრო მეორე ხარისხოვანია. საჩქაროც არ არის, სად გვიჩქარება? ზოგადად ქართული ოცნების ეროვნული ამოცანა არის, რაც ამ 8 წლის განმავლობაში თქლიფეს იმის ბოლომდე შეერგება. ძვირფასობრივ შეერგოთ ბოლომდე თორე ჭამით ყველა ჭამდა, მაგრამ არავის არ ზოგს არ შეერგო. ზოგადად ამათი ამოცანა ეროვნული შეერგოთ, ის რაც შეჭამდეს. აღარ ახსოვდეთ არავის. ბიზინა ივანიშვილს კითხეს თურმე თქვენ სათხართო. თქვენ რატო არ ლანძღავთო სააკაშვილსო და ბიზინა უპასუხა ახლა საარჩევნო კამპანია გვაქვს, არ გცალიაო და დროებით ჩვენს ნაცვლად ევროპული საქართველო გალანძღავსო. წარენა ხო? ევროპული საქართველო თulis რომ მიშა წარსულია და 2012-ში დაბრუნებას ნიშნავსო ევროპული საქართველოს ლიდერები ხომ გახსოვთ? ვინები არიან? თვითონ ამ წარსულმა რო გამოზარდა, აი ამ ადამიანებზე არის ლაპარაკი. ევროპულმა საქართველომ ბუკლეტების კი დაბეჭდა რა განსხვავებაა ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. და ჩამოთვლილია ევროპულ საქართველო კი ეს კარგია, იმას არა, ის კი ეს არა და ბუკლეტის ბოლო გვერდზე არის გააფერადე მიშა წითელი სისხლისფერი ფანქრით. აი ესეთი მოკლედ მიშაზე ოცნებამ ჩამოვიდესო დავიჭერთო იქეთ ოპოზიციურმა ლიდერებმა ყველასთან ვითანამშრომლობდნენ მიშას გარდაო მიშა წარსულიაო მოკლედ ქართულმა ოცნებამ და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დაიწყო მოძრაობა ყველა ერთის წინააღმდეგ. არა არ მოგესმათ რამდენიმე თვის წინ ამ ეგიდით გაერთიანდა ყველა ერთის წინააღმდეგ უბრალოდ ის ერთი იყო სხვა თორე ახლა არის სხვა შეიცვალა ჩვეულები. რა სიტყვები რა ესეთი სიმწარე როგორ შეიძლება რანაირად შეიძლება რომ ესეთი მწარე რაღაცები ვილაპარაკო არ ვიცი მე ჩემ თავს ვერ ვცნობ არ ვიცი ვერ ვცნობ ჩემ თავს წინა საარჩევნო სურათი რომ შევაფასოთ დაახლოებით ასე გამოიყურება ევროპული საქართველოს ორი ფრონტი აქვს გახსნილი ერთ ფრონტზე ქართულ ოცნებას ებრძვის მეორე ფრონტზე ნაცმოძრაობას ნაცები ამ დროს ებრძვიან ოცნებას ოცნება კიდევ ამ ორს ერთად ებრძვის ფაქტიურად მოედანზე სამი საფეხბურთო გუნდი თამაშობს სადაც ორი კარია სამივე გუნდი თავს იკლავს ერთმანეთთან თამაშით და გოლები მაინც ბიზნეს ეთვლება ძვირფასო მეგობრებო ესეთი რეალობის წინაშე ვდგავართ. ზაფხულის პერიოდში საქართველოში ძალიან გააქტიურდა პრორუსული ძალები. რუსეთში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მასალები, სადაც ჩანს რომ რუსეთი აფინანსებს პატრიოტთა ალიანსს. პატრიოტთა ალიანსი ხომ გახსოვთ რომელია? ეს ის ძალა ეს არის ის ძალა, რომელიც ქართული ოცნების მოკავშირე ძალა იყო ეს 4 წელიწადი. ეთყობა ქართულ ოცნებას მაგიტო თანამშრომლობდა ამ პატრიოტთა ალიანსთან, რომ ბოლო-ბოლო ერთმორწმუნე პარტიაა. რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩევნება და მით უფრო იძაბება სიტუაცია. საინტერესოა ვის რამდენი რეიტინგი აქვს და ვის როგორი შანსი აქვს. სხვათა შორის რუსთავი 2-ის დაკვეთით. გაკეთებულ კვლევებში ლიდერობს ქართული ოცნება 55%-ით. არ ვიცი რას ეფუძნება ეს ციფრები,
თუ ხალხი გამოკითხეთ 55% ძალიან ბევრია და თუ მარტო რუსთავიორის საინფორმაციო სამსახური გამოკითხეთ, მაშინ ძალიან ცოტაა ეს 55% მინდა გითხრათ. ოცნება ძალიან სერიოზულად ემზადება არჩევნებისთვის, ხომ გახსოვთ პანდემიის დროს კიტრით ჩითილები რომ დაურიგეს მოსახლეობას, ახლა უკვე ისე განვითარდნენ, რომ აგვისტოში უკვე მწვანილები ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა დაარიგეს. ამითაც თუ ვერ მოიგეს ამორჩევლის გული, მერე ოჯახში მიდიან და ამ ბოსტნეულისგან საჭმელს უმზადებენ და ხალხს ძალით აჭმევენ, რომ ჭამონ. სხვათა შორის ქართული ოცნების მიერ დარიგებულ ბოსტნეულს ერთად რომ მოთუშავთ, თურმე ისეთი კარგი სუნი აქვს, ისეთი კარგი სუნი, რომ შიმშილის გზნობას და ნათელ მომავალს ეგრევე გიკლავს. ერთად. ესე იგი, ოცნებამ საპრეზიდენტო არჩევნები ხომ კარტოფილით მოიგო, ახლა ბულგარულ წვანილს და ბადრიჯანს არიგებს. ერთ რამეს მივხვდი, თუ გვინდა რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, ქართული ოცნების ბოსტანი უნდა ვიპოვოთ. ბოსტანი უნდა ვიპოვოთ და გავანადგუროთ. აშკარად რაღაცა დიდი ბოსტანი აქვს, ძვირფასო მეგობრებო, სადღაც მოშენებული და ძალიან ბევრი პროდუქტები აქვს და მოყავთ და არიგებენ. მოდით მხოლოდ ნეგატიურზე არ ვისაუბროთ. რასაც აკეთებს მთავრობა, ის არ დაუკარგოთ ძვირფასო მეგობრებო, მართლა ეგრე ხო არა, კაცო, რაღაცა ხომ კეთდება მართლა ამ ქვეყანაში, ხო? მოდით ნახოთ ხიდი ვერეს ხეობაში. სამანქანო ხიდი, რომელზე ასვლაც ავტომობილით კი არა, ფეხითაც შეუძლებელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ მოხვედრა მხოლოდ სახელდახელოდ გაკეთებული ხის კიბეებით არის შესაძლებელი. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, რასაც თავი და ბოლო ჭირდება, ეგეთ საქმეებს ვერ აკეთებს ოცნება. ყველაფერს ასე უთავბოლოდ აკეთებენ. ხიდს არც ასასვლელი აქვს და არც ჩამოსასვლელი. მე მგონი რა არის, იცით? ეს ხიდი ცას იჭერს. ცას იჭერს, რომ არ ჩამოგვეკრეს და ჩამოგვეკრეს თავზე. ეთყობა ეგ ფუნქცია აქვს. მოკლედ ქვეყანა უბსკრულისკენაც არა, რაღაცა გაურკვევლობისკენ მიექანება, ძვირფასო მეგობრებო, ის ბრძენი და ქველმოქმედი კაცი კიდევ არსად არ ჩანს. ხო და რომ აღარ ჩანს, ადრე თუ ბიძინას უძღვნიდნენ ლექსებს და სიმღერებს, ახლა გახარიას უძღვნიან, გახარიას და ბიძინას ერთად. მოდით ნახოთ ქობულეთის კულტურის სახლის თანამშრომლის რაღაცნაირი პერფორმანსი. კულტურის სახლის თანამშრომლია ეს. საჯარო მოხელია, ძვირფასო მეგობრებო. ქვეყნად ორი ლიდერია, ორატორი სამშობლოში, ამ ლიდერებს კი მიხვდები, ბიძინა და გიორგია, ხოლო და მათი კაცობით, ფეხებს გებით მთელიერი, არჩევნებზე ვიგუგუნოთ, ნაცებს დავსვამთ 0%-ში. გახარია ჩვენი პრემიერია, სახელმწიფო სწორად მართავს, დიდებული ლიდერია. ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ მიიღო ნაციონალებში უკან დაბრუნების გადაწყვეტება კახა უქრიაშვილმა. მიხვდა რომ ოცნებაში რაღაცა ვერ არის კარგად საქმეო. სხვათა შორის ეს ძალიან მოხერხებული კაცი ჩანს, თქვენ იკითხეთ დანარჩენმა ქოცება თორე მიშა თუ ჩამოვა, იცი რა მარტივად გადაკეთება ახლა ეს სიმღერა? ძალიან ჩვეულებრივად. მიშიკო, ჩვენი ქვეყნის პრემიერი, ჩემი აზრით ის იყო. კაი, გარდა მიწყოთ მტკიცება და კამათი, ჩვენი ბენდის ხელმძღვანელი ვინ არის და თამარი, კრიკეტიკ, გამოგაცხადე რა გინდა? ჩვენ შაუს მუსიკას და აბორბეს ბენდი დამუნალება ის ხელმძღვანელი.